ახლა კი მოვიწვიოთ ნინა ჩვენი სტუმარი, ექიმი დერმატოლოგი ქალბატონი ვერიკო აბრალა. ქალბატონო ვერიკო, გთხოვთ. მოგესალმებით, მადლობა მობრძანებისთვის. თქვენს მადლობა მოწვევისთვის. ქალბატონო ვერიკო, ვსაუბრობთ თემაზე, რომელიც ვფიქრობ ჩვენ სანამ გადაცემა დაიწყებოდა, ანონსის სახით მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ მოსახლეობის თითქმის 50%-ს აწუხებს ქერტლი. მოდით მაყურებელს აუხსნათ უფრო დეტალურად, რა არის ეს ქერტლი, საიდან ჩნდება და რას წარმოადგენს. დაგეთანხმებით ბატონო გიორგი, იმიტომ რომ ეს არის გლობალური პრობლემა და ნამდვილად მოსახლეობის 50%-ს აწუხებს ქერტლი. ქერტლი არ არის დაავადება, ეს არის დაავადების სიმპტომი და შესაძლებელია იყოს გარდამავალი, ანუ ტრანზიტორული მდგომარეობა, რომელიც ძირითადად ვლინდება თეთრი ფერის ქერცლებით, ასე დავარქვათ, ძირითადად თავის თმიან არეზე, თმიან ნაწილში და გვხვდება ძირითადად მისი გამოვლინება ტანსაცმელზე, განსაკუთრებით მუქი ფერის ტანსაცმელზე, აქერცვლა და ხშირად დაავადებას თან ახლავს ქავილი, რაც კიდევ ერთი სიმპტომია და შემაწუხებელი არის ადამიანისთვის. დიახ, ქალბატონო ვერიკო, ალბათ ფიზიოლოგიურად, ხო ვთქვათ, ადამიანის სკალპი განიცდის კანი რეგენერაციას და ეს მკვდარი ელემენტები ზედაპირული, რა თქმა უნდა, ცვივა და შორდება თავის ზედაპირს, მაგრამ ამავდროულად, აი კიდე დამატებით რა სიმპტომატიკა შეიძლება ახდენს ამას ყველაფერს, რომ ვთქვათ, რომ იცით, ეს პრობლემა, ეს არაფიზიოლოგიური მდგომარეობაა, არამედ ეს არის სერიოზული პრობლემა და კერძოდ შეიძლება რაღაც გარკვეული დაავადების გამოვლინებაც იყოს. ეპიდერმისი დაახლოებით 28 დღის განმავლობაში განიცდის ცვლილებას, რეგენერაციას, როგორც უკვე აღნიშნეთ, თანდათან ის იფრცხნება, მაგრამ ეს წესით რიგით არის შეუმჩნეველი ადამიანის თვალისთვის. როდესაც პათოლოგიურია მდგომარეობა, ამ შემთხვევაში უკვე იმდენად მრავალია ეპიდერმისის რქოვანაშრის ჩამოცლა, რომ ეს არის შემაწუხებელი, აღინიშნება ქავილი, ხშირად ქერტლს თან ერთვის სიწითლე, ანუ ჰიპერემია და ჰიპერემიას დამატებული თან ქერცლი, ეს უკვე არის დაავადება და მას ეწოდება სებორეული დერმატიტი. აქ რა და რა სახის ქერტლი არსებობს? როგორც ვიცით, იქაც არის დიფერენციაცია. არსებობს განსხვავება, არსებობს ცხიმიანი ქერტლი, როდესაც ქერტლი არის ცოტა უფრო დიდი ზომის ფიფქების, ცვილის მოყვითალო შეფერილობის კლინიკურად და არსებობს მშრალი ქერტლი, როდესაც არის თეთრი ფქვილის მაგვარი ქერტლი. როდესაც არის მოყვითალო ფერის, ამ შემთხვევაში ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის სებორეული დერმატიტის ნიშანი, ხოლო როდესაც არის მხოლოდ თეთრი ფერის, ამ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს მხოლოდ ქერტლი ან უკვე სხვა დაავადება, დიფერენცირება უნდა ჩავატაროთ, ეს არ იყოს ფსორიაზი, რომელსაც ახასიათებს ასევე თეთრი ფერის ქერცლი. ამ შემთხვევაში უნდა გავარჩიოთ, არის ფსორიაზი თუ უბრალოდ გარდამავალი მდგომარეობა, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს სხვადასხვა ფაქტორებთან. ქალბატონო ვერიკო, ასევე საინტერესოა, ხომ არ ატარებს ეს ყველაფერი სეზონურ ხასიათს? ვთქვათ, ზაფხულში როგორი არის ამ სიმპტომატიკის გამოვლენა და ზამთართან შედარებით, იმიტომ რომ ვთქვათ, იგივე ქუდის გამოყენება ხომ არ ცვლის სკალპის, ვთქვათ, ნივთიერებათა ცვლას და ესეც ხომ არ ახდენს გავლენას და არსებობს პერიოდული და ქრონიკული მდგომარეობა. ამაზეც რომ გითხრათ. ქერტლის მიზეზი შეიძლება იყოს როგორც ეგზოგენური, ასევე ენდოგენური ფაქტორები. ეგზოგენური ფაქტორები, ეს არის გარეგანი ფაქტორები, ეს შეიძლება იყოს ცივი ტემპერატურა, ქუდის გამოყენება მუდმივად, ეს შესაძლებელია იყოს არასწორი ჰიგიენა, ეს შესაძლებელია იყოს ასევე საშრობის საშუალებების გამოყენება, ცხელი ჰაერის მუდმივად, რომელიც აშრობს კანს და ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ამ პრობლემის. ხოლო ენდოგენური ფაქტორები, შინაგანი ფაქტორები, რაც შესაძლებელია იყოს ქერტლის ან სებორეული დერმატიტის გამომწვევი მიზეზი, ეს არის ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, ბ-ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობა, ეს შესაძლებელია იყოს ასევე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები და სწორედ აღნიშნეთ, სეზონურობა არის დაკავშირებული ხშირად, როდესაც ქერტლი აწუხებს, ძირითადად ეს პრობლემა არის ქრონიკული, ზამთრის პერიოდში უფრო მეტად თეთრი ფქვილის სახით
ნახეთ, მშრალია, გამომშრალია სკალპი, ხოლო ზაფხულის პერიოდში იწყება ოფლიანობა. ოფლიანობასთან ერთვის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი არის პიტიროსპორუმ ovale, სოკოვანი დაავადება, მისთვის ხელსაყრელი გარემო იქმნება და ქერტლი, რომელიც ზამთარში იყო უფრო მოთეთრო შეფერილობის, ხდება ყვითელი და იმატებს თავის თმიან არეზე ცხიმიანობა. ამ შემთხვევაში კომბინირებულ ქერტლზეა საუბარი თუ უბრალოდ ერთი ტიპის ქერტლი გარდაიქმნება მეორე ტიპის. როდესაც არის მიდრეკილება და როდესაც არის ეს დაავადება, ხშირად სხვადასხვანაირად აისახება ზაფხულის პერიოდში, ზამთრის პერიოდში, მაგრამ არსებობს შემთხვევები, როდესაც მხოლოდ და მხოლოდ მთელი წლის განმავლობაში შეიძლება პაციენტს ჰქონდეს ერთი და იგივე კლინიკური სურათი და ეს იყოს მხოლოდ და მხოლოდ ქერტლი. და რა თქმა უნდა ჩვენს მაყურებელს აინტერესებს რით უშველოდ რა საშუალებები არსებობს დღევანდელ დღეს. ძირითადად ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო საშუალება ტოპიკური, ანუ ადგილობრივი მკურნალობიდან ეს არის სოკოსაწინააღმდეგო შამპუნები, რომელიც შეიცავს კლოტრიმაზოლს, კეტოკონაზოლს და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის თუთიის სპირითიონი, რომელიც უნდა იყოს შემადგენლობაში. თუ არის კომბინირებული მკურნალობა, ანუ უფრო ეფექტურია, რა თქმა უნდა, როდესაც კომბინირებულია მკურნალობა და არის სისტემური მედიკამენტიც დანიშნული და ასევე ადგილობრივიც, მაგრამ როდესაც არის ქრონიკული პრობლემა, მუდმივად სისტემურ მედიკამენტს პაციენტი ვერ ღებულობს, ამიტომ მოვლა არის მნიშვნელოვანი ისეთი შამპუნით, რომელიც შეიცავს ამ ჩამოთვლილ ნივთიერებებს. სანამ კონკრეტულად დღევანდელ ჩვენს აი ამ პროდუქტებზე ვისაუბრობთ, რა სიხშირით უნდა დაიბანოს ადამიანმა თავი. ჯანმრთელ შემთხვევაში, ქერტლის შემთხვევაში, ცხიმიანი ქერტლის შემთხვევაში, მშრალი თავის კანის შემთხვევაში, თუ არსებობს რაღაცა ფორმულა. დღევანდელი პროდუქტი, ეს არის დერმედიკის ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნი, რომელიც სწორედ ჩამოთვლილ ნივთიერებებს შეიცავს, რომელიც აღნიშნე ეს არის კლოტრიმაზოლი და თუთია, რომელიც რეგენერაციას უწყობს ხელს და ასევე ძალიან კარგია იმ შემთხვევაშიც, თუ არის სოკოვანი ელემენტი ჩართული და ეს პიტიროსპორუმ ovale-ს საწინააღმდეგოდაც არის მიმართული. და თუ რამდენჯერ გაიდლაინების ადრე იყო მიჩნეული, რომ კვირაში ორჯერ უნდა დავიბანოთ სკალპი, მაგრამ ევროპის დერმატოვენეროლოგთა ასოციაციის უახლესი მონაცემებით და მითითებით ჩვენ ვაძლევთ რეკომენდაციას, რომ ადამიანმა უნდა დაიბანოს სკალპი იმდენჯერ, რამდენჯერაც მას სიამოვნებს. თუ არის ცხიმიანი კანი, შესაძლებელია დავიბანოთ ყოველ მეორე დღეს. თუ არის მშრალი კანი, ამ შემთხვევაში შესაძლებელია კვირაში 1-2ჯერ, მაგრამ 2ჯერ მაინც ყველაზე ოპტიმალური რეკომენდაცია. არის შემთხვევები, როდესაც ადამიანს სიამოვნებს თავისმიანი არის ყოველდღიური დაბანა. თუ არ იწვევს პრობლემას, თუ არ არის ზედმეტად გამოშრობა, ამ შემთხვევაში ჩვენ ვაძლევთ რეკომენდაციას, რომ მისთვის რაც კომფორტულია, შეუძლია გამოიყენოს ყოველდღიურად. თუმცა ეს საშუალებები, რომელიც შეიცავს კლოტრიმაზოლს, რომელიც შეიცავს თუთიის სპირითიონს, მაინც რეკომენდირებულია, რომ ეს არის პირდაპირ შამპუნის ქერტლისა. ამაში ანუ ფაქტიურად წამალია ეს პრეპარატია, იმიტომ რომ კლოტრიმაზოლი ეს არის ანტიბაქტერიული საშუალება, ცინკი, როგორც აღნიშნეთ უკვე, ესეც ანტიბაქტერიული და აღმდგენი საშუალებაა და ეს სოკოსაწინააღმდეგო მიმართულებაც არის. პიროდოქტონ ოლამინი. როგორც სამკურნალო ჩვენ შესაძლებელია ეს გამოვიყენოთ კვირაში 3ჯერ ან 2ჯერ, მაგრამ თუ არის ძალიან ცხიმიანი კანი, სხვა დღეებში შეიძლება გამოვიყენოთ ნორმალური სკალპის დასაბანი. ხო? დერმედიკ კაპილარტე. ეს დერმედიკის ხარში მხოლოდ ეს კაპილარტია, ეს რაღაცა სხვა არის კიდევ თუ იგივე. აჰა, გასაგებია. დერმედიკს აქვს სხვა შამპუნებიც ხო, არა, მე ვიცი რომ თელი სერია აქვს თავის მოვლის. კი, ხშირად ქერტლი შესაძლებელია გახდეს თმისცვენის მიზეზი, რადგანაც მუდმივად ეპიდერმისის კერატინოციტების დაზიანება თმის ძირს არყევს და სამწუხაროდ მეორადად ხშირად ხდება თმის შეთხელება. აქვე გითხავთ, ბავშვებში რამდენად ხშირია და რამდენად გავრცელებულია ქერტლი. ვიცით, რომ როდესაც იწყება გარდატეხის პერიოდი, ჰორმონალური ცვლილებები, ამ შემთხვევაში უფრო მძაფრდება. ძალიან ხშირია გოგონებში. ისიც ვიცით, რომ ძალიან გადმოიწია გარდატეხის ასაკმა და უფრო
ადრე იწყება 9 წლის ასაკიდან, 8 წლის ასაკიდან ხშირად გვხდება ხოლმე ეს პრობლემა და ამ შამპუნის გამოყენებაც ბავშვებში შესაძლებელია თავისუფლად დიახ, რადგანაც პუბერტატულ ასაკში ძალიან ხშირი არის ეს პრობლემა. გარკვეული პერიოდის შემდეგ უკვე პუბერტატთან ერთად გადის ხოლმე ქერტლის და სებორეული დერმატიტის პრობლემა, რადგანაც იკლებს უკვე უფლიანობა, მხურვალება, ჰორმონები ყველაფერი რა თქმა უნდა ერთიანად მოქმედებს ამ პერიოდში და ამ დროს შეიძლება გამოვიყენოთ დერმატიკის კაპილარ-ტრეს ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნი. შეღებილი თმისთვის რამდენად არის შესაძლებელი რომ გამოვიყენოთ ეს თუ არა აქვს მნიშვნელობა? შეღებილი თმისთვისაც შეიძლება გამოვიყენოთ ხშირად თმის შეღებვა განსაკუთრებით ის ნივთიერებები, რომლებიც თმით ათეთრებს, ანუ მათეთრებელი, გამაღიავებელი წვავს სკალპს და შესაძლებელია გახდეს სკალპის გამოშრობის და ქერტლის მიზეზი. ამ შემთხვევაშიც შეიძლება გამოვიყენოთ დერმატიკის ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნი, თმის ფერს არ ცვლის, არც სტრუქტურას პირიქით არ ბილებს და ამ პრობლემასაც აგვარებს. თუ შეიძლება რომ თქვა შამპუნი იყოს, აი მე მაგალითად ხმარობ თმის დამარბილებას სხვადასხვა ბალზამებს და თქვა სამკურნალო შამპუნი რომ გამოიყენოს პაციენტმა და თქვა ბალზამი იყოს რაღაცა სხვა ფირმის. კომბინაცია არის ძალიან საინტერესო. ხშირად არის ხოლმე შემთხვევა, რომ თუ არსებობს მსგავსი შამპუნების შესაბამისი ბალზამი. არსებობს, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დამარბილებელ საშუალებებთან ერთად კომბინაციაში გამოიყენოთ. ასევე შეგიძლიათ დაიბანოთ პირველი დაბანა, რამოდენიმეჯერ ხდება თმის აკაბება ბანაობის დროს. სასურველია დაახლოებით 3 წუთი დარჩეს სკალპზე, დავიტოვოთ, შემდეგ ჩამოვიბანოთ და თუ გნებავთ, შემდეგ მეორე დაბანა იყოს უკვე სხვა შამპუნი, რომელიც შეიძლება სუნიკს სიამოვნებთ ან გირბილებთ. ესე იგი შამპუნების კომბინაცია შეგიძლიათ. ანუ პირველი ეტაპი იქნება სამკურნალო. არ ჩამოირეცხება, ვთქვათ, ეს კლოტრიმაზოლი. 3 წუთი, რომელიც აღნიშნეთ, საკმარისია, რომ შეიწოვოს და ის ზედმეტი მკვდარი უჯრედები, რაც არის ქერტლის სახით, ჩამოწმინდოს და შემდეგ უკვე დამარბილებელი შამპუნი ან დამარბილებელი კონდენციონერი გამოიყენოთ. ქერტლი და ჯანსაღი ცხოვრების წესი. დიახ. ურთიერთკავშირი. საკმაოდ აქტუალურია სხვათა შორის კვებასთან, ჯანსაღი ცხოვრების წესთან და ვარჯიშთან. ხშირად ვარჯიშის დროს ხდება ოფლიანობა და სამწუხაროდ არაჰიგიენურ ანუ სპორტ დარბაზში შესაძლებელია მოხდეს დაინფიცირება იმ სოკოვანი დაავადებით, რომელიც უკვე აღნიშნე. პიტერიაზის ვერსიკოლური პიტერიაზის ვერსიკოლური და პიტიროსპორუ მოვალე, რომელიც ქერტლთან არის და სებორიასთან დაკავშირებული. ამიტომ ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ ვარჯიშის შემდეგ აუცილებლად დასრულებისთანავე დავიბანოთ თავი. ჯანსაღი ცხოვრების წესთან, სტრესთან ხშირად არის დაკავშირებული ქერტლი და კვებასთან მწარე, ცხარე და ცხიმიანი საკვები შეიძლება იყოს დაკავშირებული ამ პრობლემასთან. სასურველია თევზი, ხორცი, B ჯგუფის ვიტამინებით გამდიდრებული საკვები მივიღოთ. რამდენად არის ხოლმე ხშირად აი თქვა წარბის მიდამოშიც იგივე პრობლემის გაჩენა, ისიც თმოვანი საფარველია და სახის არეა. აი ცხიმოვანი სებორეა, რომელიც უკვე აღნიშნეთ, ცხიმოვანი ქერტლი შესაძლებელია იყოს როგორც წარბზე, ასევე წვერის მიდამოზე, ასევე შესაძლებელია მამაკაცებში გულმკერდზე, თავისთმიან არეზე კომბინაციაში სწორედ იმ უბნებზე, სადაც ყველაზე მეტად არის ცხიმოვანი ჯირკვლები და ეს არის თმიანი საფარველი. მახსოვს ბავშვობაში ზაფხულის პერიოდში ძალიან ხშირად გვპარსავდნენ მშობლები თმას. რისთვის რომ თმა უფრო გაჩანსაღდეს, უფრო ეგ აღნიშნა რომ ითია. ეგ მითია, მაგრამ ოფლიანობის თვალსაზრისით, რაც უფრო გრძელია თმა, ალბათ ოფლიანობაც უფრო მეტად არის გამოხატული, ვიდრე რატო არ ვპარსავთ ახლა ორივე ამ სიგრძე თმები რო აქვს ჩვენ შვილიშვილი. თუმცა თმას დამცველობითი ფუნქციაც აქვს და ზაფხულის პერიოდში, როდესაც თავისთმიანი არის მოშიშვლებული, დიდი შანსი არის რომ მოხდეს დამწრობის მიღება. ამ შემთხვევაში სასურველია მზისგან დამცავი საშუალების გამოყენება, რადგანაც შემდეგ უკვე არ გამithარდეს დამწრობის ფონზე სხვა პრობლემები და კანის სიმსივნური დაავადებები. ასე რომ მაინც ვფიქრობ, რომ თმის გადაპარსვა ცოტა ძალიან რადიკალური მეთოდია და სტრესული ბავშვისთვის განსაკუთრებით. და რაც თავარია, დერმედიკის შამპუნი შეიცავს პრეპარატებს, ხო? ანუ სადაც წამალია, იქ უკვე ალბათ არის ლიმიტირებული გამოყენების დრო, ხო? წამალი მუდმივად ხო არ შეიძლება რომ მიიღო. რა პერიოდულობით უნდა გამოვიყენო
გამოვიყენოთ ეს შამპუნი, რამდენი ხნის მანძილზე შეიძლება მისი გამოყენება გადაბმულად. თუ არსებობს რაღაცა კურსი, შემდეგ ვასვენებ თავის კანს, ჩვეულებრივ შამპუნს ხმარობ, თუ იმის მიხედვით ვიყენებ, როდესაც ხდება დაავადების გამწვავება. რადგანაც შეიცავს მედიკამენტებს, რა თქმა უნდა, ლიმიტირებულია ერთი თვის განმავლობაში ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ კვირაში 3-ჯერ, შემდეგ შესაძლებელია შევამციროთ და უკვე გადავიდეთ კვირაში ერთხელ გამოყენებას და სხვა დღეებში ჩავანაცვლოთ უკვე იმ საშუალებით, რომელიც არის უკვე მედიკამენტის გარეშე და დერმეტიკს ასევე აქვს ცხიმის მარეგულირებელი, სებომარეგულირებელი, რომელიც უკვე აღარ შეიცავს მედიკამენტებს. ანუ ეს არის სხვადასხვა კომბინაციები შესაძლებელია შემდეგ უკვე, როდესაც კლინიკურად არ არის და დაავადება არ ვლინდება, უკვე არ არის სასურველი გამოვიყენოთ ეს შამპუნი და შეგვიძლია გადავიდეთ უკვე იმ შამპუნზე, რომელიც გვსიამოვნებს, თუ ხელახლა არ მოხდა ისევ განმეორება და მაშინ კიდევ ასეთი კითხვა, როგორ მაყურებელს აუცილებლად გაუჩნდება. რამდენად შეიძლება რომ ვთქვათ, კვირაში 2-ჯერ ჩვეულებრივი შამპუნი დავიბანოთ, როდესაც ალაგდება უკვე ეს პრობლემა და პროფილაქტიკისთვის რომ არ მოხდეს ხელახალი გამწვავება, კვირაში ერთხელ დავიბანოთ ამ შამპუნით. გარკვეული პერიოდის მერე უკვე ნებისმიერ პრეპარატზე სამწუხაროდ რეზისტენტობა ყალიბდება და რომ არ მოხდეს რეზისტენტობა მთელი ცხოვრების განმავლობაში ესე ვერ მოვიქცევით. შეიძლება 1-2 თვე ესე გავაკეთოთ და კომბინაციაც შევცვალოთ, მაგრამ რაღაცა პერიოდი რომ არ უნდა განვითარდეს რეზისტენტობა, სასურველია შევწყვიტოთ. რომ შემდეგ ისე ესეც მაყურებელმა იცოდეს, რომ მუდმივი გამოყენებაც პრობლემა გახდება, რომ შეეჩვევა თქვენი თავის კანი აი ამ პრეპარატსაც და შემდგომში უკვე გართულდება მკურნალობა. და როგორც ხვდები, ავერსის ქსელში არის შესაძლებელი ამ პრეპარატის ყიდვა. ამ შამპუნის ყიდვა. ძალიან საინტერესო იყო დღევანდელი ჩვენი სტუმრის მონათხრობი, რაც შეეხება თავის კანის და საერთოდ კანისა და თმოვანი ნაწილის პრობლემებს. მაყურებელმა ვფიქრობ, ყველაფერი შეიტყო, რაც მას აინტერესებდა, ჩვენ ვეცადეთ მათ მაგივრად კითხვები დაგვესვათ. იმიტომ რომ ძალიან აქტუალურია ეს ქერტლის პრობლემა და ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო გზავნილები მიაწოდეთ. ძალიან აქტუალური და ძალიან შემაწუხებელი, ხშირად ცხოვრების ხარისხს აქვეითებს, რადგანაც იწვევს კომპლექსს, როდესაც ტანსაცმელზე ყრია ფქვილი, ფაქტიურად. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. კარგად დიდი მადლობა. იმედია კიდევ გვესტუმრებით. აუცილებლად.